სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ წერეთლის 55 ნომერში მე-7 სართულიდან ასაკოვანი ძაღლი გადმოაგდეს. თათების იმედი ახლა წერეთლის ქუჩაზე იმყოფება, რათა დეტალებში გაერკვეს. გავრცელებული ინფორმაციით 15 წლის უსინათლო ძაღლს ბიბი ერქვა. წერეთლის გამზირზე მისვლის შემდეგ თათების იმედს გვითხრეს, რომ ბიბის პატრონი საქართველოში არ იმყოფება. ძაღლი კი მოსავლელად თავის ძმას დაუტოვა. გადმოაგდეს ძაღლი, ან გადმოვარდა, ან გადმოაგდეს, მაგრამ უფრო გადმოაგდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადმოაგდეს, უცებ გამოვედი, დამხვდა უკვე ძაღლი გარდაცვლილი და სისხლიანებული ყბა მოტეხილი ქონდა. მე უკვე პოლიციასთან ბრძანა ამ ბატონმა, რომ ძაღლი გადმოუვარდა და თუ ძაღლი გადმოუვარდა, სად იყო და რატო არ ჩამოვიდა უცებ. ჩვენ 1.5 საათი ვიდექით განცდები ქონდა ძალიან დიდი და ვიდექით სანამ პოლიციაში წავედით, პოლიციას განცხადება უნდა დაგვეწერა. არავინ არ გამოჩენილა ამ ძაღლთან. პოლიცია დროულად ჩაერთო, ჩვენ ავტეხეთ განგაში, ხმა მივასწინეთ ტელევიზიებს, ცხოველთა უფლება დამცველებს. დროულად მოვიდა მონიტორინგის სამსახურის და საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამის სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თათების იმედის შემდეგ სიუჟეტში მოგიყვებათ. Შემზავარავი ფაქტის შესახებ სოფიო ბეროშვილი მუშაობს და ვრცლად უკვე მომდევნო ხუთშაბათს თავის რუბრიკაში გვიამბობს, თუმცა ერთი რამე უნდა ითქვას, რომ დღეს ცხოველთა უფლებები საკმაოდ მაღალ დონეზე არის დაცული და ნებისმიერი მსგავსი ქმედება იქნება სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებაში მიცემული ყველა ის პირი, ვინც ამ ქმედებას განახორციელებს.